პირველი ნორმალური წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი. წიგნი სამყაროა. სამყარო, სადაც ფანტაზიას ზღვარი არ აქვს. სამყარო, საიდანაც იღებ უდიდეს სულიერ საზრდოს, პოულობს სიმშვიდეს და რაც მთავარია, იმაღლებ ინტელექტს. სხვადასხვა დროს წიგნის მკითხველის რაოდენობა სხვადასხვანაირია. თუმცა ბოლო წლებში წიგნით დაინტერესებულთა რაოდენობა მკვეთრად იმატა, რასაც ხელს უწყობს ის ღონისძიებები, რომლებიც წიგნის პოპულარიზაციას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით საქართველო 24 თებერვალს პირველად შეუერთდა ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყანა უკვე წლებია აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდა ავტორები, გამომცემლები და ლიტერატურის მოყვარულები საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და ხმამაღლა წაუკითხეს ბავშვებს ნაწარმოებები. საქართველოში პირველად აღინიშნება დღე, რომელსაც ქვია საჯარო კითხვის დღე. ყველაფერი, რაც კითხვას, რაც წიგნს უკავშირდება, რაც განათლებას უკავშირდება და წიგნიერებას, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასარგებლო ჩვენი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და მიხარია, რომ მოიძებნა ეს ძალები და წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაციის ხელმძღვანელობით შესანიშნავად აღინიშნა, მე ვიტყოდი, ყოველ შემთხვევაში პირველ ჯერზე ეს იყო წინვალეთ ჩატარებული აქცია შესანიშნავი შედეგით. შედეგში გულისხმობ იმას, რომ უამრავი შეხვედრა მოეწყო, ცოცხალი შეხვედრა, მოზარდებმა სტუდენტებმა, ადამიანებმა გაიცნეს თავიანთი თანამედროვე მწერლები, ის ადამიანები, ვინც ქმნიან დღეს საქართველოში ლიტერატურულ პროცესს, გაიცნეს წიგნები, მოისმინეს ტექსტები და ალბათ მათში გაიზარდა მოტივაცია საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ წიგნებს და იმას, რასაც ლიტერატურა ჰქვია. ისეთი დღეები, როგორც თქვა, წიგნის დღე არის, წიგნის კითხვის დღე, თუ მხოლოდ სადღესასწაულო თარიღად არ დარჩება, და თუ ჩვენ ყოველდღიურობაში გვიხსოვნება, აი წიგნი, როგორც პირველი აღზრდელი და აი რაღაცა პირველი რაღაცა გზის გამკვლევი ადამიანისთვის, უმთავრეს თუ ჩემი ტიპის ადამიანებისთვის და მე კიდე კარგი მარტო არა ვარ და ათასობით ადამიანი არის ასეთი, რა თქმა უნდა, ეს თუ ჩვენი ყოველდღიურობის საფიქრალი და საზრუნავი იქნება, მაშინ მე მგონი ჩვენ გვეცოდინება ისიც აი ამა თუ იმ წიგს რა გამოძახილი აქვს. ეს არის ძალიან კარგი მოვლენა, იმიტომ რომ ისედაც არ იყო მოკლებული ამას საქართველო საჯარო კითხვას ეს ტრადიცია გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი და ეს ძერდებოდა, მაგრამ როდესაც ლაპარაკი არის საერთაშორისო დღეზე მიერთებაზე, სასიამოვნოა და კარგია და უფრო მნიშვნელოვანია ამავე დროს. იმიტომ რომ საჯარო კითხვისას მწერალი იქნება ის თუ სხვა რომელიმე ადამიანი, სხვა პროფესიის, ხდება უშუალო კომუნიკაცია აუდიტორიასთან, ადამიანებთან და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მეტადრე თუ არის ტექსტი საინტერესო. ტექნოლოგიების განვითარება და ჩვენს ცხოვრებაში კომპიუტერის გაჩენა წიგნს გარკვეულ კონკურენციას უწევს, თუმცა ნამდვილი მკითხველისთვის წიგნი კვლავაც შეუცვლელი რჩება. კულტურა წიგნის გარეშე უბრალოდ არ არსებობს და ამიტომ არის რაღაცა პერიოდები კულტურის აი გუტენბერგამდე და გუტენბერგის შემდეგ. თუ აი ეხლა შემოვიდა რაღაცა ეს ტერმინი, რომ აი გუტენბერგის ერა თავდება და მოდის ახალი ელექტრონული ერა, ყოველთვის იქნება ერთი წყება ადამიანების, რომლისთვისაც აი ელექტრონული წიგნი, რომელიც ჩვენც აქვს სახში ცხადია, ისე როგორც კომპიუტერი, მაგრამ მაინც ვერ შეენაცვლება წიგნს. და აი ეს ტაქტილური, ასე ვთქვათ, ბედნიერება, წიგნთან შეხების, წიგნის გადაშლის, აი წიგნთან რაღაცა მიბრუნების, სრულიად განსხვავებულ მიმართებას ბადებს თვითონ ტექსტთან. ადრე ეს ალბათ უფრო სულ გაიგონებთ ამ ნოსტალგიურ განწყობას, დროში ნოსტალგიურ შლაიდერს კითხულობდნენ უფრო ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ წიგნთან, რა თქმა უნდა, ცვლილებებმა, ტექნიკურმა საშუალებების მომძლავრებამ მოიტანა ის, რომ დაშორდნენ ადამიანები წიგნებს, მაგრამ ამხელა გაღარიბება ეს, როდესაც სულიერე, როდესაც წიგნს შორდები, ალბათ ამის მასშტაბების შეფასება ჯერჯერობით ჯერ კიდევ ძნელია, კიდე გამოიღებს ნაყოფს ეს, ცუდ ნაყოფს ვამბობ. აი,
ყველა ადამიანს აქვს თავისი წიგნი, მისთვის ყველაზე საინტერესო, ყველაზე საჭირო, ანდა იმ წუთას ყველაზე საჭირო და აი ამაში ორიენტაცია, რა თქმა უნდა, ერთმა წიგნიერმა ადამიანმა რაცა მეორეს უკვე მზარდსა და მოწადინებულს უნდა გაუწიოს დახმარება. ასაკობრივი ადამიანის აი პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, რომ რაც არ უნდა მდიდარი ბიოგრაფია გქონდეთ და როგორი სულიერი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, აი ეს თქვენი გამოცდილება წვეთის ზღვასთან არის იმასთან შედარებით, რასაც თქვენ გთავაზობთ საუკუნეწლობა თავისი 1000-წლოვანი ისტორიით და თავისი აი მრავალფეროვნებით აი კულტურათა. წიგნმა უნდა გადაარჩინოს ჩვენი სული, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი მომავალი. მინდა შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნებს და მიდიოდეს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკები ხალხით უნდა გაივსოს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხმა-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ოჯახში უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ბავშვსა და წიგნს შორის ხიდივით იქნება, ანუ გააცნობს მას. ბიბიები ასრულებდნენ, დაასრულებენ ალბათ ეხაც ამ ფუნქციას. ჯერ იწყება იმით, რომ წიგნს აცნობს, უკითხავენ. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ უკითხავენ და საოცარ სამყაროში შედის, მოგზაურობს, იშლება ეს წიგნი, რაც მისტიური გამოგიცდიათ ალბათ გახსოვთ ყველას, ვისაც უკითხავდნენ, რომ აიღებდა წიგნს დაუშვათ ბებია, ხო, ან დედა და გააშლის ამ წიგნს და იწყება ეს რაც საოცარი თავგადასავალი დღესასწაული. ეს უკვე არის წიგნთან მიყვანის პირველი ნაბიჯი. არც ერთი ადამიანი არ არის მარტო ცხოვრებაში თუ მას ყავს წიგნი. არც ერთი არ დარჩება ნუგეშისა და შვების გარეშე, როდესაც გადაშლის წიგნს და თავგადასავლის. პატარა ბავშვი, რაც უფრო პატარაა, მით უფრო იზიდავს ალბათ ზღაპრები და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა დაიწყოს მაინც ზღაპრით. ყოველთვის მიწოდების ალბათობა უნდა იყოს ძალიან საინტერესო, ჩამთრევი, როგორც წესი, ბავშვებთან დამოკიდებულების დროს ეს არის ძალიან საჭირო რამ. აქ ეშმაკობაზე არ არის, აქ ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი ინტერესზე, რომელიც უნდა გაუღვივდეს ბავშვს და აი აქედან გამომდინარე ის ხდება უკვე აი ამ მიწოდების ერთგული და მსმენელი, ერთგული მსმენელი. ასე ხდება ცხადია ბევრი რამის დაუფლება და გაგება ახალი ინფორმაციის და ახალი საკითხების უამრავის, ხო და ამიტომ ბავშვებისთვის ეს არის უაღრესად საინტერესო. ქრისტიანული იკონოგრაფია მდიდარია წიგნთან დაკავშირებული სიმბოლიკით. წიგნით ხელში გამოისახებიან თვით მაცხოვარი, ღვთისმშობელი, მოციქულნი და ეკლესიის წმინდა მამები. წიგნი ჯვართან ერთად რწმენის სიმბოლო გახლდათ.